მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედა ვფიქრობ და ისევ დღე ამაზიანი ძვირფასო მოსალარა და გაგიძნებდა ძვირფასო რისთები გრძნობა უფრო მეტია ახლა ქარებიც არ ძევენ თირს მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირის ასე გაივლისამება ოხრა შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელები მოხვალ დაღლილი მეტყვი როგორ ხარ მოხვალ და ვიცი მომეფერები თუმცა იქნება ღამეცვალების ღამეს ასტიკი და ისევ მოგელი ასე გაივლისამება ოხრა შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით მოხვალ დაღლილი მეტყვი როგორ ხარ მოხვალ და ვიცი მომეფერები ასე გაივლისამება ოხრა შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით მოხვალ დაღლილი მეტყვი როგორ ხარ მოხვალ და ვიცი დავითიანი დილამშვიდობისა დავბრძანეთ ბატონოგია დილამშვიდობის არ შეიძლება სიმღერას მოვსმინოდა ატირა კიდეს ჩვენ მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ არ უნდა შეხსენება მაგრამ ყველასათვის უსაყვარლესი ადამიანია დღეს ჩვენი სტუმარი გია დავითიანი ალილოს და კუჩის მუსიკოსების შენი ლაპარაკე კუჩის მუსიკოსების ალილოს გამორჩეული წევრი რომელმაც სულ ახლახანს ახალი დისკი მონატრება გამოსცა და ჩვენ პირდაპირ ეთერში აღარი ტირო იცოდა აღარი ტირო თუ გაბრაზდება გიეს ეხა ვიცინოთ ახალი წელი ბატონო გია ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ეს სიმღერა იყო იმ ახალი ალბომის ერთ-ერთი გამორჩეული და ცოტა ხო რა მეც ისეთ ცოტა მას ვქენი რა ქვია ამ დისკის ხო ლამაღლიანდი ბატონო გია ვისაუბროთ ამ ალბომზე ამ სიმღერაზეც ეს სიმღერა როგორც მე ვიცი ეს ბატონო მე მინდა პირველ რიგში მოგესალმოთ თქვენ ამ შესანიშნავ სტუდიაში მე უკვე მეორეჯერა ვარ და ძალიან მიხარია რომ ამ სტუდიიდან მიხდება ჩვენი უსაყვარლესი ხალხისადმი ორი სიტყვის თქმა ის რომ ვილოცავთ ახალ წელს ჩემო ძვირფასო ადამიანებო ჩვენო თბილისელებო ჩვენი ქვეყნის შვილებო გისურვებთ ყოველივე სიკეთეს ბედნიერებას ჯანმრთელობას მრავალს დაგასწროთ მრავალი ახალი წელი გათენდეს თქვენ ოჯახში ბედნიერების და სიკეთის მომტანი ძალიან დიდი მადლობა რაც ალბომს ეხება ჩემოჩერლე მინდა ვთქვა რომ ეს არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ალბომი რომელიც გამოვეცი მე ამ წლების მანძილზე რაც დაგროვდა რომელიც ეძღვნება ას გარდაცვლილ ჩემ მეუღლეს რომელმაც ბევრი კბილი და ლამაზი მოგონებები დამიტოვა აქ არის შესული ჩემი ერთი ლექსი
რაღაც მოგრძალებული, რაღაც პერიოდი იყო, რომ ლექსებთან მქონდა ურთიერთობა და პატარა კრებულიც გამოუშვი. ამ კრებულზეც უნდა ვისაუბროთ და რამოდენიმე ლექსიც უნდა წაგვიკითხოთ. და მე მინდა პირველ რიგში უღრმესი მადლობა გადაუხადო აი ესე გამოიყურება ჩემი ალბომი სხვათა შორის გაყიდვაში არ არის, ეს მხოლოდ საჩუქრად არის და ვინც გამოხატავს სურვილს რომ გახდეს ამ ალბომის ფლობელი ყველას ვჩუქნი მე. ჩვენს გაჩუქებთ აუცილებლად დღეს. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც დამეხმარა ამ ალბომის გამოცემაში. ესენი არიან ბატონი თემურ ჭიჭინაძე, ბატონი კობა ბერიძე და განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ბატონ მიხეილ თიგიშვილს, რომელმაც ანუ თავიდან ბოლომდე აი დიზაინიდან დაწყებული სტუდიური ხარჯები ყველაფერი აბსოლუტურად მან დამეხმარა და აი ესეთი ალბომი გამოუშვით, ასე რომ ყველას დიდი მადლობა. რამდენი სიმღერა შედის თქვენ ალბომში? არის ძველი სიმღერების და ალბათ ახალი სიმღერების, ხო? კი, არის, ესე იგი, აქ სულ არის 18 სიმღერა და ესეა დალაგებული, რომ არის ანუ ალილოს ესეთი მარგალიტები შესული. მოგესალმებათ კვარტეტ ალილოს წევრი ვარ მე. მე მინდა ჩემ ბიჭებს დიდი მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ დღეს თუ ჩვენ ეთერში ხშირად ჩანვართ ეს ალილოს დამსახურება, ეს არის დამსახურება დიდი მომღერლის ლეგენდარული ქართული ხმების სოლისტის გურამ თამაზაშვილის, რომელიც დღეს უკვე ჩვენს გვერდზე აღარ არის და აქ მე ისე მაქვს გაკეთებული ფოტოები, რო არ შეიძლება ჩვენ მაყურებელს რო არ ჩამედგა სურათი, რასაც ჩვენი ხელმძღვანელი ჩვენი გურამ თამაზაშვილი არის ჩვეულებრივად არის გაკეთებული ეს. ხო, შემდეგ არის ყველა ის პროექტი, რაშიც მონაწილეობენ ქუჩის მუსიკოსები. უნიჭიერესი ხალხი. ხო, და ბოლოს არის ყოველს აუცებს ხოლმე. ესე თქვენი შვილი თან ერთად ავარ კიდე. მეორე ვერ არ იყო თბილისში იმ პერიოდში და სურათიც ვერ ჩავსვით. ნინუცაზე მაქვს მე აქცენტი. ჩვენ თანასწორია სხვათა შორის არ ავსვათ. ჩვენ ჩავსვამთ ინდივიდუალურად მის სურათს. თქვენ ალბომში. კრებულს რაც შეეხება, რომ ვისაუბროთ ამ კრებულზე. ეხლა რაშია საქმე? რა ვიცი, მოგეხსენებათ, მე პრეხანოზე დავიბადე და გავიზარდე და ანუ პოეზია ძალიან მიყვარს და იოსებ გრიშაშვილი არის ჩემი კუმირი, შეიძლება ესე ვთქვა. ძალიან მიყვარს გრიშაშვილის პოეზია და აი სულ ყოველთვის რაღაცა რო ჩამიწერია, მაგალითად მე რომ წაუკითხია ვიღაცას მეგობარს ახლობელს, უთქვია რომ იგრძნობა ამაში გრიშაშვილისეული რაღაცეები და თუ ეს იგრძნობა, მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ. ბატონო, ძალიან გთხოვთ რომ ერთი ან ორი ლექსი წაგვიკითხოთ, რადგან მე კიდე უნდა ვიმღეროთ. გიგენაცვალე. და რამოდენიმე მე ახლა კიდე რითი ვარ ბედნიერი ამ კრებულის გამოცემის დროს კორექტირება გააკეთა ულამაზესმა გენიალურმა კაცმა გიზო ნიშნიანიძემ და ესეთი რაღაცა წააწერა. ესე იწყება ეს ლექსების კრებული პირველ გვერდზე რა ქვია ამას მონატრება დედის თუ შვილის თბილისში ვცხოვრობ და თბილისში დავეძებ თბილის. აი ესეთი წააწერა და რადგანაც თბილისზეა თავიდანვე საუბარი, აქ არის ერთი ლექსი, ისიც თბილისზეა. ესე იწყება მე მიყვარს შენი ვიწრო ქუჩები, დაივნები ჩუქურთმიანი აღმაშენებლის პროსპექტი მიყვარს დამთაწმინდაზე ზარის წკრიალი. თბილისო, ჩემო დედა თბილისო, რა ლამაზი ხარ, რა მშვენიერი, მსოფლიოში ქალაქი ხარ შენებურად გემრიელი, გადის დრო და ჟამი უცბად გვითეთრდება ულვაში წვერი, უშენობას ვერავიტან. მიტომ ქვია თბილისელი ნოსტალგია მეუფლება მახსენდება ღვინო ქვერში, ქართლის დედა დიდი ხმალით ილოცება თასით ხელში მტკვარზე ტივი მოდუდუნებს, კინტო არღნით ბატკნით გვერდში, გორგასალი დიდი ცხენით, ფიროსმანი ფუნჯით ხელში, გავა დრო და ჟამი უცბად გვითეთრდება ულვაში წვერი, მე კი პირიქითავა. უშენობას ვერავიტან, მიტომ ქვია თბილისელი. ესეთი ია დავითიან თავის არაშორებული ლექსი. და ბატონო გია, თუ შეიძლება რომ კიდევ ჩვენი გადაცემის მიწურულს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სიმღერით
დავემშვიდობოთ ჩვენ დილის დილის მაყურებას. მე ერთ ლექსს წავიკითხავ კიდევ უცბად. აუცილებლად. ეს ჩემი ალბომი, რადგანაც ჩემ მეუღლეს ეძღვნება, აქ არის შესული ესეთი ლექსი და იმას წავიკითხავ, რომელიც მიუძღვენი მე ჩემ მეუღლეს, მაშინ ახალგაზრდა ვიყავ. ეგ თვალები გიშერივით, შავი დიდი თვალები, წამწამები აბრეშუმის მოხატული რკალები, ეგ ნიკაპი მარმარილოს ყელი შეუდარებით, სისარტყელას გევხარ თითქოს, ცაში მოელვარები, გაზაფხულის სურნელი აქრიან მარტის ქარები. შენ სიყვარულს ვერ ვეღირსე, ჩემ გულშია ბზარები, არც გინდა რომ გაისტუმროს სიყვარულის ვალები. მოეფერე ქალაქელკაც, თბილი შეუყვარდები, შენთან ყოფნა უნდა მხოლოდ გაგიქარწყლოს დარდები. თუ ღმერთი გწამს მოისმინე, სიონს რეკავს ზარები, ეს ვარდები, შენთვის მინდა სისხლის ფერი ვარდები. მოეფერე ქალაქელკაც, თბილი შეუყვარდები. გია დავითიანი. დიდი მადლობა. ახალი დისკი მონატრება და რომელსაც ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი მოისმენს, ამ ლექსებსაც გაიხსენებს და ბატონო გია გთხოვთ ჩვენ მაყურებელს ჩვენ დავემშვიდობებით და კიდევ თქვენი არაჩვეულებრივი სიმღერით დავემშვიდობოთ. იგენაცვალე. ჩვენ კი გემშვიდობებით. ეს არის ამამღერე გულო. ესეთი ბაღდადელი ბიჭია ნიჭიერი ნუკრი კარკაძე, რომელმაც შექმნა ეს სიმღერა. სხვათა შორის ქალბატონმა მარიკა კვალიაშვილმა დამირეკა და კაცო ბაღდადელი კაციაო, იქო კახიძეების და ლაღიძეების ქვეყნიდან არისო და მოისმინეო როგორი სიმღერაო და მართლა ესეთი სიმღერა გამოცხვა ლამაზი რომ შემდეგ მოგვიწია ჩაწერა. და ამაზად გამომცხარ სიმღერას ახლა ჩვენი მაყურებელი და ჩვენ მაყურებელს ლამაზი სიმღერით ვასრულებთ ჩვენს დილის ეთერს. დროებით. ერთხელ ისე ამამღერე გულო თქვა რომ ქვეყნა სიმღერისთვის მოვე რომ სიმღერით მოვეფერო ქუჩებს ჩემს ქალაქში გათენებას გრძნობდე ჩემს ქალაქში გათენებას გრძნობდე აქსუს ჰავა გაზაფხულის თოვა იასამის ფიფქი ათობს ბიდის აგამთაწმინდა ამაღერებს მგოსას და სიმღერით ვეფერებით ბიდის და სიმღერით ვეფერებით ბიდის ერთხელ ისე ამამღერე გულა ლურჯიმ თავის სურნელებით თოვადე ეს სიცოცხლეს შემოევლოს მის მზეს ამ ქალაქის სულს რომ სულად ბობდეს ამ ქალაქის სულს რომ სულად ბობდეს აქ სულს ხავა გაზაფხულის თოვა იასამნის ფიფქი ათავს ბიდის აგამთაწმინდა ამაღერებს მგოსას და სიმღერით ვეფერებით ბიდის ასუსვა გაზაფხულის თოვა იასამის ფიფქი ათობს ბიდის ეს სიცოცხლეს შემოევლოს მის მზეს ერთხელ ისე ამამღერე გულა აქსუს ჰავა გაზაფხულის თოვა იასამნის ფიფქი ათავს ბიდის აგამთაწმინდა ამაღერებს მგოსას და სიმღერით ვეფერებით ბიდის